მაგალითად ეს რჩებოდათ უშუალოდ იმ ადამიანებს და იმ ძალებს, ვინც დიდ ძალისხმევას ახმარდა, თქვათ, აი ამ პურის მოყვანას და მის მიტანას, მის საბოლოო მომხმარებლამდე. ანუ ეს ყველაფერი იყო საკმაოდ ხელისშემშლელად ჩამოყალიბებული, რაც თავისთავად უკვე წინაღობას უქმნიდა მიწადმოქმედებასა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გათვალისწინებას. ამგვარად, კოლეგებო, ამ თავში ჩვენ განვიხილეთ ის ძირითადი პირობები, ის ძირითადი ფაქტორები, რაც ზემოქმედებას ახდენდა მიწადმოქმედების განვითარებაზე რომის იმპერიის დაცემის შემდგომ იმ ტერიტორიებზე და იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩამოყალიბდა აი ამ ასე ვთქვათ დასავლეთ ევროპის გეოგრაფიულ ფარგლებში, ჩვენ ნახეთ თუ რა პროგრესით ვითარდებოდა ის ინსტიტუციონალური გარემო, ის ძალები, ვინც უშუალოდ აწარმოებდა ამ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და ნახეთ, რომ მიუხედავად დიდი ხელშემშლელი პირობებისა, პროგრესი და განვითარება მაინც იყო და თანდათან აი ეს საზოგადოებები მიიწევდნენ წინ, თუმცა გარკვეული შეფერხებებით, წინაღობებით, მაგრამ მაინც მიიწევდნენ წინ სიმდიდრის ჩამოყალიბებაში და მიწადმოქმედების განვითარებაში.